ამ წუთას ვდგავართ თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ სკოლასთან, რომელმაც ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა აღუზარდა ამ ქვეყანას, თუმცა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ეს სკოლა დაგვამახსოვრდა მოზარდებს შორის ძალადობით. ამ ყველაფერზე კი განათლების სამინისტრო დუმს, თითქოს სკოლებში ძალადობის პრევენცია მათი საქმე არ იყოს. ეს ხდება, როდესაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხარ დიქტატურისკენ. დიქტატურაში სკოლა კარგავს თავის მთავარ ფუნქციას გახდეს აღგზრდელი ახალგაზრდა თაობის ჰუმანური ღირებულებებით. რადგან თვითონ სისტემა და სკოლა ხდება არაჰუმანური. ასეთ სისტემაში მასწავლებელს ან უწევს დატოვოს სკოლა, ან უწევს რომ გაჩუმდეს. ასეთი სკოლა კი ვეღარც ხარისხიან განათლებას აწვდის მოზარდებს და აღარც ავტორიტეტი აქვს მათ შორის. შემდეგ კი ახალგაზრდებში ხდება სკოლისა და მისი ღირებულებების ჩანაცვლება, რაც ხშირად დაკავშირებულია ქუჩასთან, კრიმინალთან და ძალადობასთან. ბოლო თვეების გახმაურებული მოვლენები და ძალადობები სხვა არაფერია თუ არა სკოლის ღირებულებებისა და მორალის, ჰუმანურობის მარცხი განათლების სისტემაში და საზოგადოებაში. ხედავთ ბავშვებს, რომლებიც სკოლაში ყოფნის პერიოდს ქუჩაში ატარებენ. ხედავთ ახალგაზრდებში გაზრდილ კრიმინალს. ნახეთ მასწავლებელი, რომელიც მისსავე მოსწავლეებმა მოკლეს. მსგავსი აქამდე არაფერი გვსმენია. მე გამწარებული დედა ვარ. გამწარებული. 28 წლის, სრდილი, თავაზიანი, კეთილშობილი. ტვინით გამოტენილი. შვილი აი აქ მყავს. დიქტატურაში სკოლა ჩუმდება. ის ჩვენს შვილებს განათლების ნაცვლად რეალობასთან შეგუებას და მორჩილებას ასწავლის. დაფიქრდით, გვინდა ესე გაზრდილი ახალგაზრდა თაობა ამ ქვეყანაში? გვინდა რომ მათ ან გაქცევაზე, ან შეგუებაზე იფიქრონ? უკვე სახეზეა ნიშნები თუ საით მიდის სასკოლო განათლება ამ ქვეყანაში. შეუძლია ესეთ სისტემას მიაწოდოს ხარისხიანი განათლება ჩვენ შვილებს. შეუძლია ამ სკოლას დაიცვას მათი უსაფრთხოება? დეფორმირებული განათლების სისტემა ვერც სკოლების ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს. მხოლოდ ამ ქალაქში რამდენიმე ავარიული სკოლაა დანგრეული და ვეღარ აშენებული. მოსწავლეები და მასწავლებლები კი სხვა სკოლებში არიან შეხეზნულები მეორე წლაში. ზოგმა თაობამ ისე დაამთავრა სწავლა, მშობლიურ სკოლაში შესვლა ვეღარც მოასწრო. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია რეგიონებში.